მდგომარეობა სტიქიიდან 5 თვის შემდეგ კახეთის რეგიონში და როგორ მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა. Რამდენად ხარისხიანად გადაიხურა სახლები და რას ამბობენ ადგილობრივები, ნახეთ ნათია სონღულაშვილის სიუჟეტში. 5 თვის შემდეგ კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის პროცესი თავიდან დაიწყო. სპეციალური კომისია ადგილზე ვითარებას ეცნობა და მოსახლეობისგან შესულ განცხადებებს სწავლობს. 2 თვის განმავლობაში კომისიას 10,000-მა მოქალაქემ მიმართა. პარალელურ რეჟიმში გრძელდება გადახურვის პროცესიც. თელავის რაიონში გადახურულია დღესდღეობით 20 სახლი, დამატებით მუშაობს კიდევ 13 სახლზე, რომელიც დაკომპლექტებული არის მასალებით. აგრეთვე მუშაობთ ლაგოდეხის რაიონში, სადაც 15 სახლი გადახურეთ, გურჯაანის რაიონში 7 სახლი. გადახურვა მეტალოკრამიტის გამოყენებით მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძველი ხელისუფლება იაფასიან თუნუქის მასალას იყენებდა. სტიქიისგან ჩვენ დავზარვალდით ძალიან. ფიზიკურად აქამდე მithumetes ყურადღებაც არ ყოფილა. იმედიც ნამდვილად არ ქონდა. მადლობა ყველას, თვითოულ მონაწილესაც დაწყებული უბრალო მუში და დამთავრებული თვით სულ ბოლო მინისტრამდე, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს. თვითონ მოვიდა კომისია, თვითონ შეამოწმა, რომ ნამდვილად იყოს სტიქიისგან დაზარალებული სახურავი და მოვიდნენ გადახურეს. უხარისხო მშენებლობაზე საუბრობს უფლებადაცვითი ორგანიზაციაც. ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარის განცხადებით შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თანხები უკანონოდ არის გაწერილი და დოკუმენტში მოყვანილ მისამართებზე მუშაობა საერთოდ არ დაწყებულა. ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში. შესრულებული სამუშაოები არის უხარისხოდ ჩატარებული და ხშირ შემთხვევაში არის მისამართები დარეგისტრირებული, მითითებული შესრულებულ სამუშაოებში, სადაც ფაქტობრივად მისულებიც კი არ არიან მშენებლები. კახეთის მოსახლეობამ ქართული ოცნებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების დაპირება სტიქიიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. კახეთში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოს პრეზიდენტი რუსთავში გამოეხმაურა. გავიდეს ბაქოში, თუ კიდე ერევანში გავიდეს, თუ კიდე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა სივრცეში ამაზე მეტი აღშენებლობა ყველგან. ყველაზე ნაკლებს ეგ აშენებს ზუსტად. მე ძალიან გამიხარდება, რომ იმ ხალხს კიდე 10 ჯერ მეტი მიცემ. ძალიან გამიხარდება ჩემ კახელ მეზობლებს, რომ მეტი ხმიცემ. სვარადით გამოსულია ბრიგადა ოსტატების საჩხერიდან, რომელიც აუცილებლად სახურებს გადახურვა. აი ელოტოს ვიღაცა, ვინც საჩხერებო ბრიგადა საჩხერილი ოსტატების გადახურულ სახურავებს შემდეგი 150-170 წლის განმავლობაში. კახეთს რო დაამთავრებენ ეგენ. ოფიციალური ინფორმაციით წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად კახეთში 5400 ოჯახი დაზარალდა.